საპიუდიური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასასთავად ბენეფიციართა რეგისტრაცია მიმდინარეობს. პროცედურას გადიან ის პაციენტები, ვინც მანამდე სერვის კერძო სუბიექტებისგან იღებდა. ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ სახელმწიფო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯვალაძე ვითარებას ადგილზე გაიცნო და ცენტრების მზაობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამედიცინო პერსონალისგან მიიღო. პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროცედურის გავლა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე. ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ან მის ტერიტორიულ განყოფილებებს. ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ყოველდღე, კვირის გარდა 15 საათიდან 18 საათამდე. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გრძელდება, რა თქმა უნდა, მუშაობა იმ მიმართულებით, რაც გულისხმობს ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრების მზადყოფნის უზრუნველყოფას იმისთვის, რომ რეფორმის რეალურად ძალაში შესვლის მომენტისთვის 15 აგვისტოსთვის რეალურად მზად იყოს ყველაფერი საიმისოდ, რომ ახალ ნაკადს, რომელიც კერძო სექტორიდან გადმოინაცვლებს სახელმწიფო სექტორში, მზად დახვდეს ჩვენი დაწესებულებები. რეგისტრაცია მიმდინარეობს აქტიურად, როგორც ონლაინ, ასევე ისედაც მოდიან პაციენტები, ბენეფიციარები და ერთვებიან. ერთვებით ყველანაირად მომზადებული საპროცედუროებით, მისაღებით გასაცემი ფანჯრები დავამატეთ იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს მიწოდება პაციენტებისთვის.